ეხლა მივდივარ ჭიათურაში, კაცხის სვეტი მინდა გადავიღო. მაგრამ ჩემი მაგწასვლის მთავარი მიზანი კაცხის სვეტი არ ყოფილა. კაცხის სვეტიდან დაახლოებით 20 კილომეტრში სოფელ ნავარდზეთში არის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც ძალიან დიდ ისტორიას ინახავს. ჯერ კიდე ბოლომდე არ არის ეკლესია შესწავლილი და მეც შემთხვევით აღმოვაჩინე. და მინდა რომ წავიდე და გადავიღო და მოვიძიო ისტორია ამ ტაძრის შესახებ. ამიტომ ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვა ჩემი აზრით და გირჩევთ რომ ბოლომდე უყუროთ. აი ჩამოვედით მეგობრებო, მოვედით კაცხის სვეტთან. რა სილამაზეა, რა საინტერესოა და რამდენ ისტორიას ინახავს. რა მაგარი ქვეყანა გვაქვს რა. ზევით ასვლა არ შეიძლება. არა, მოდი ახლა დრონის კადრებს შემოგთავაზებთ, აბა. გავუშვათ დრონი. ჭიათურა, სოფელი ნავარდზეთი. ბონდისხის ღვთისმშობლის ტაძართან მივყავართ. კაცხის სვეტი და 5 კილომეტრში სრულიად განსხვავებული ისტორია გვხვდება. თუ კაცხში მესვეტე ბერებს ხვდებით, აქ ღვიმეში იყო დაყუდებული ბერი. აქ იყო განსაკუთრებული სარიტუალო ადგილი. აქ მოღვაწე მამების წმინდა ნეშტი ინახებოდა. ამ ადგილას წინამძღვარი აქ მოღვაწე ბერიო გარდაიცვლებოდა, მისი დასასვენებელი იქნებოდა, სადაც თან მსახურება ჩატარდებოდა, თან წმინდასაც პატივს მიაგებდნენ. კლდეში შემორჩენილი ქვაბულები მოწმობს, რომ ამ ადგილზე საუკუნეების წინ საკმაოდ მძლავრი სამონასტრო კომპლექსი არსებობდა. ერთ-ერთი ქვაბულიდან მიწისქვეშა გვირაბი იწყება. გვირაბი გტეშია გაყვანილი და თავის დროზე სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ მისი მეშვეობით უკავშირდებოდნენ მდინარე ყვირილას მეორე მხარეს მდებარე ნავარდზეთის ციხეს. ძალიან საინტერესო ადგილია მეგობრებო და დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო დეტალურად გამოიკვლევენ ამ ადგილს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ არის შენახული ამ ადგილას, ესე რომ ვთქვათ. მოდი ახლა დრონს გავუშვებ და ზემოდანაც ავინახოთ, აბა.